მოგესალმებით სპორტის პონტის არხზე მეგობრებო, ამ ვიდეოში ხილავთ ესე იგი ჩემპიონთა ლიგის ფენტეზის გუნდის აწყობას. წავედით. სპორტის პონტი, სპორტის პონტი, სპორტის პონტი. მოკლედ ამ ვიდეოში ავაწყობთ ფენტეზის გუნდს, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაგრამ უცებ მინდა გითხრათ, მაგალითად ვინც არ იცით რა არის ფენტეზის გუნდი. ფენტეზი არის მოკლედ საფეხბურთო ესე თამაში მოკლედ რომ მოკავს ხალხი, ესე იგი გუნდში მოკავს 11 სასტარტო კაცი და ასევე, რამდენსაც გაძლევს საშუალებას სათადარიგო მოთამაშე, აქ არის 4 ძირითადად ყოველთვის და მაგ ეგ ფეხბურთელები ვინც გეყოლება გუნდში, რა შედეგსაც და მაგალითად გოლს თუ გაიტანენ რაღაც ქულა, პასს თუ გააკეთებენ რაღაც ქულა, რაღაც რა შედეგსაც დადებენ და როგორ შედეგიანთაც ითამაშებენ, მაგის მიხედვით გეწერებათ ქულები. მოკლედ თქვენ ეს ქულები მერე ჯამდება და ეჯიბრები სხვებს და ასე შემდეგ. ბევრგან არის რაღაც პრიზები, ისინი ესენი. მე ბავშვობიდან ვთამაშობ ფენტეზის, იმიტომ რომ მიყვარს არც რაღაცა პრიზებზე და იმის გამო არ ვთამაშობ, უბრალოდ უფრო სახალისოს ხდის ჩემთვის, მაგალითად რაღაცა ტურნირის ყურებას. აი მაგალითად რამე ისეთი თამაში როა რაც არ მაინტერესებს, მაგალითად აი ისე არ დავждებოდი და არ უყურებდი, როცა ფენტეზიდან თქვათ ვიღაცა იმ გუნდიდან ვიღაც კაცი მყავს მე ჩემ გუნდში, ბევრად საინტერესოა ყურება, იმიტომ რომ გულშემატკივრობ იმ ადამიანს კონკრეტულად და იმ გუნდს. მოკლედ წავიდეთ ახლა და ავაწყოთ ჩვენი გუნდი და პროცესში უფრო და უფრო გაიგებთ რა ხდება და როგორ ხდება. Go. მოკლედ გადავიდეთ ახლა უშუალოდ გუნდის აწყობაზე, ესე იგი გუნდს ავაწყობთ Betson Sports აპლიკაციაში, საიტზე Betson Sports-ის მოკლედ ეს ახალი რაღაც დაემატა და ძალიან გამიხარდა ქართული ვერსია მოკლედ ფენტეზის სასიამოვნო სანახავია. უკვე შევქმენი მოკლედ აქ აკაუნთი, ფორმაციის აკაუნთი რა, ფენტეზის აკაუნთი, რაღაც ნომერს გთხოვს და პირად ნომერს, მე მგონი მეტი არაფერი. აქ არის მოკლედ წყობების შეცვლა შეგიძლია, როგორც ხედავთ ნებისმიერზე, რაც გაგეხარდება, როგორ გაგეხარდება, მე მინდა მოდი 4-2-4-4-2 იყოს ჯერჯერობით. არის ესე იგი 4-3-3, 3-4-3, 3-5-2 და რასაც ხედავთ რა. აქ არის ესე იგი, აი როგორც ხედავთ, ესე იგი ჩამონათვალი ფეხბურთელების შეგვიძლია მივუთითოთ აი მაგათაც ფორვარდის პოზიციაზე ვიყავით ახლა, შეგვიძლია მცველს თუ დავაჭერთ აქ მცველებს ამოგვიგდებს, ნახევარმცველებს თუ დავაჭერთ ნახევარმცველებს და როგორც ყოველთვის მეკარე. მოთამაშეს სულ 15 უნდა შევკრათ, ბიუჯეტი გვაქვს 100 მილიონი და ტრანსფერების რაოდენობა გვაქვს ულიმიტო, ანუ რამდენ კაცსაც გვინდა იმდეს მოვიტანთ. მაგრამ ანუ მაგალითად პირველი ტური ჩატარდება, ხო? ეს არის ნახევარფინალებიდან იწყება უკვე. კი არა, მეოთხე ფინალებიდან იწყება უკვე ბოდიში და ესე იგი, შემდეგ უკვე არ ვიცი რამდენი ტრანსფერი გვექნება, შეგვიძლია წესები ვნახოთ. ნაბიჯი ეს გასაგებია gameplay. აქ არის ყველაფერი რაც შეგვიძლია ნახოთ, აი ქულების სისტემა. აი აქედან უფრო მარტივად აგიხსნით. მაგალითად ყველა მოთამაშისთვის, რაც ყველა მოთამაშეს ეხება, მცველსაც, ნახევარმცველსაც, შემტევსაც, მეკარესაც. მონაწილეობა, სასტარტოში დგას და თამაშობს, იმიდან შეცვლიდან შემოვიდა, 1 ქულა. თუ 60 წუთი ითამაშა, კიდევ 1 ქულა, პასი თუ გააკეთა, 3 ქულა. პენალტი თუ გამოიმუშავა 2 ქულა, მაგრამ აი როგორც ხედავთ წერიათ არ შეიცავს ხელი თამაშის გამო დანიშნულ პენალტებს. მიღებული პენალტი ან თვითონ თუ აიკიდა პენალი -1 ქულა, გაცუდებული თუ ააცილა პენალი -2, ყვითელი ბარათი -1 ქულა, წითელი ბარათი ან 2 ყვითელი ბარათი მოკლედ -3 ქულა, ყვითელს პლუს პირდაპირ წითელი -4, ავტოგოლი -2 და წარმატებული დაცვა 1 ქულა. ეს არ ვიცი. წარმატებული ვარდნით შაჭრების დაბლოკილი დარტყმის ნებისმიერი კომბინაცია, რომელთა ჯამის 3 შეადგენს. ახლა გასაგებია ყველაფერი. გოლი არის 6 ქულა, პენალტი 5 ქულა, თუ მოიგერია მეკარეზე გადავედით, მეკარის გოლია 6 ქულა, მოგებული პენალტი 5 ქულა, თუ კარი მშრალად შეინახა 4 ქულა, მაგრამ აუცილებელია რომ 60 წუთი მაინც ითამაშოს, თუ სასტარტოში იდგა 99% ითამაშებს, რამე თუ არ მოხდა. გაშვებული გოლი -1 ქულა, ანუ ყოველ გაშვებულ 2 გოლზე მოედნის შემდგომ გასაგებია, სეივები 1 ქულა ყოველ 3 სეივზე, ანუ 3 სეივი 1 ქულა. მცველების გოლი არის 6 ქულა, როგორც მეკარის, მშრალად შენახული კარი 4 ქულა, როგორც მეკარის, ისევ იგივე, გაშვებული გოლი -1 ქულა, იგივე. ნახევარმცველის გოლი არის 5 ქულა, მშრალად შენახული კარი 1 ქულა. თავდასხმის გოლი 4 ქულა. ქულები შეიძლება ტურნირის ბოლოს გამოჩვენდა და დიახ, გასაგებია. მშვენიერია, ესე იგი, მშვენიერი ქულების სისტემაა, არაფერი ისეთი, მე ზოგადად ვთამაშობ ხოლმე, ხა ეს ახალი რაღაცა, ვთამაშობ ზოგადად UEFA-ს ოფიციალურ საიტზე,
ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ სვალს შორის. როგორც გითხარით და რაღაცა მიღწევებიც მაქვს მოკლედ. ისეთი არაფერი, მაგრამ მე რომ მიხარია აი ეგეთები. და მაინტერესებს აი აქ ამ საიზეც თამაში რა და როგორ იქნება და ასე შემდეგ. აი, გადავიდეთ ახლა გუნდები, ხო, ალბათ. კი, აი ჩემპიონთა ლიგის გუნდში ესე გავწერვიანდი. ვა, ეს გუნდი. ეს გუნდი მონახაზი გავაკეთე, მაგრამ ეს უბრალოდ რომ დამესეივებინა, ანუ გუნდი თუ არ გააკეთე, არ გასეივებინებს მეგობრებო და რავი, მე ხა თავიდან ავაწყოთ და იგივე არ მგონია გამომივიდეს ეს გუნდი დიდად არ მომეწონა. მაგრამ შეიძლება კაი იყო. კაი, წავშალოთ ხა ესენი ვერ ვშლი რატომაც ჰაგიმის. წკაპ და წკაპ. კაი. ესე იგი დავიწყოთ ხა. მოსაკვანი ყავს, როგორც ხედავთ 11 კაცი ძირითადში და 4 სათადარიგოს გამზე და მე შეგვეძლება შეცვლა. ესე იგი ჯერ რომ გადავხედოთ თამაშებს, თუ არის ეგეთი რაღაც აქ თამაში, თამაში აი აქ გვიგდებს, მაგალითად ბაპე ეთამაშება რეალი ეთამაშება FCB, ანუ Bayern-ს, რადგან ვიცით და ასე შემდეგ რა. ეხლა დავიწყოთ მოკლედ მოდი მცველებისგან დავიწყოთ რა, 4 ცალი, 5 ცალი მცველი ყავს მოსაყვანი. მაგრამ დავაყენოთ ესე იგი მცველზე. მცველი არსენალიდან გვინდა ალბათ. აი აგიდან შეგვიძლია ფილტრი, კლუბები, არსენალი. და ბიუჯეტსაც უნდა შევხედოთ. ეხა 100 მილიონი არ ნიშნავს, რომ ბაპე, კეინი, ჰალანდი, ნუ აღარ არის, მაგრამ ნუ ეგეთ ძვირიან ფეხბურთელებს ყველა მოგივათ, ეგ გაითვალისწინეთ. ესე იგი, გაბრიელი სალიბა, ტიმბერი, ვაითი, 5 გირს ყველა. ნუ გაბრიელი გირს 6. თლად 6 არ ვიცი, ეხა მოდი ჯერჯერობით გავტესტოთ ტიმბერი, მაგრამ ითამაშებს ტიმბერი, რომ ეთამაშება სპორტინგს, მონაწილეობა, გულების სტატისტიკა. ნუ არ ვიცი, აი, მოიცა, აი, groin injury, ტრავმა აქვს გაბრიელს მეგობრებო, ankle injury სალიბას. knee injury მოიცა რა ხდება? ყველას ტრავმა აქვს, ნახეთ, ყვითლები აქვს ანთეული. ეგ არ ვიცოდი, აბა არსენალი და ვინ უნდა მოიყვანოს კაცმა. კარგი, მაგას მე კარგად გადავაზუსტებთ. ესე იგი, წავედით, მაშინ ვინ შეიძლება რომ მოვიყვანოთ, ესე იგი, მცველები. აბა შევხედოთ ბარსელონას ვარიანტს, ბარსა ატლეტიკოა თამაში. ბარსელონას ვარიანტი. კუნდე კანსელო, კუბარსი, ბალდე, გარსია, კრისტესენი დამტრეულია, ესპარდი მარტი. კანსელო თამაშობს, ხო ეს ბოლო პერიოდია. და მოდი პაპა კუნდე მოვიყვანოთ მაინც. უეჭველი ბარსადან. მოდი ვცადოთ, აი არ ვიცი, მცველები და მეკარე ზოგადად ისეთ იმაზე მოკავს, რომ თან არ გინდა რომ გოლი გაუშვა, იმიტომ რომ შალად შენახული კარი პლუს ბევრი ქულა, მოკლედ და ყველაზე კაი ვარიანტი ეგ არის. თან ნუ გოლიც თუ გაიტანეს ამ პასი ეხო სასაული, მაგრამ უფრო ფიქრობ იმაზე, რომ აი გოლი არ გაუშვა, მაგრამ აქედან აი არ ვიცი, ერთი არსენალზე ფიქრობ შეიძლება არ გაუშვან რა. ბარსაზეც აი არ ვიცი, ატლეტიკოსა, ნუ ბაიერნი რეალში გოლები მგონია, ლივერპული პარიზში გოლები მგონია, მაგრამ პარის გადავხედოთ და 6 გვიღირს მე მგონი, ჰაკიმი მოვიყვანოთ 6-ად, რა ვქნათ, ჰაკიმი. ცოტა ძვირები ის ხალხი. თუ გვეყოფა, ახლა ვფიქრობ, ერთ ჩემტევების ფასი რო ვნახოთ. უი, ბაპე 11 კი, ეს თქვათ რეალიდან მარტო ბაპე წერია თუ ვინიც წერია. სწორად აქვს ესე იგი, ძალიან ცუდი. კარგი, რეალიდან ბაპე მოვიყვანოთ და ბაიერნიდან კეინი. ეგ მე მგონი იქაც ესე მქონდა, მოიცა კეინს შეიძლება არ იყოსო, მაგრამ ჯერჯერობით იცი რა არის, 7 დღეა დარჩენილი, 6 დღეა დარჩენილი, ამიტომ შეგვიძლია რომ არსენალიდანაც მოვიყავოთ და თუ დარჩა ტრამვირებული და ამ შემდეგ მაგას გაგაგებინებთ ამ გუნდის საბოლოო ვერსიაც აუცილებლად გეცოინებათ, ეს არის ეს არ მithქვამს მე მგონი და ბოდიშვიხტი, ანუ პირველადი მონახაზი რა, 6 დღეა ჯერ დარჩენილი, ღმერთმა იცის ვის შეიძლება ჰაკიმს რაღაც ტრავმამ შეაწუხოს გუნდეს და ასე შემდეგ. ამიტომ უბრალოდ ჯერჯერობით მონახაზი გავაკეთო და კაი დავაყენოთ აქ ტიმბერი დაცვაში. და აი მეოთხე მცველი ვინ შეიძლება რომ დავაყენო სიმართლე რო გითხრათ არ ვიცი. ფიქრობ რომ ატლეტიკოს ეყოლება ვინმე იაფიანი მცველი. პირველი დონარი ჰანჩკო 4 და 5, ჰანჩკო, ლენორმანი 5, ლონგი. ამა ჰანჩკო ვცადოთ, ჯერჯერობით ესე იყოს. აი მოდი ნახევარდაცვას მივხედოთ ერთი. ნახევარდაცვაში, ნუ თავისავად ხვიჩა გვინდა.
ფული დაგვჭა 59. ეხა ვინი და ის აღარ გამოდის, კეინი მყავს, ოლისეს მოყვანა არ მინდა. არსენალიდან თან შემტევით არ მაწყენდა. საკა რო აღერს, საკა მაინც ვერაფერს ვერ იზავს ალბათ. თარსია რამდენჯერაც ყავდა, ვერაფერი ვერ იქნა, მაგრამ მაინც მინდა საკა. მაგრამ 8 მილიონი საკა. კაი, აბა და სპორტინგიდან მოვიყვან ჩემს ფავორიტ ქათამოს. მოკლედ ესე დავალაგოთ, რაღერს 5 და 5. დაგვჭა 35.5 მილიონი. ეს ფული მოგცა ისე და გუნდ საერთოდ არ ავაწყობდით. ქათამო, აი მეოთხე ნახევარმცველი ვინ შეიძლება, ან რა თამაშიდან შეიძლება. რეალი ბაიერნიდან, ნუ ავსტრაიგერები თუ გოლია, რომელიმე ალბათ გაიტანს. ლივერპულიდან ერთი კაცი, სობოსლაი. 6 ლირს, სალაჰით 11 რა ამბავია, ვერაფერს ვერ ეკეთებს. ვა სობოსლაი ნახეთ რა კაი ფასშია უეჭველი უნდა მოვიდეს მე მგონი 6 ლირს. 6 მე მგონია რომ კაი ფასია სობოსლაისთვის. მეკარე რაია ალბათ, რახან არსენალს უფრო მენდობით. გადავიდეთ სათადარიგოებზე. სათადარიგოს მეკარე ბოლოს ნახოთ რომ რამე უბრალოდ მოვიყვან. კარგი, ეხლა ვიზებართ მცველი. სათადარიგოს მცველი, ანუ მცველი ვინ გვინდა კიდე. ვაი, ეს ცოტა დასაბნევი სიტუაციაა, თან 24 მილიონი გვაქვს. მარკინიოსი გეს 5 ვთქვათ, მაგრამ ჰაკიმი და მარკინიოსი ორივე ლივერპულთან არ მინდა. ლივერპულის მცველი, ვინმე შემტევი მცველი გვინდა, რომ ნუ გოლს გაუშვებს, შეუტიოს მაინც იქნებ რა. რეალიდან ვითომ შეგვიძლია, რა ვიცი, ესენი არც თამაშობენ, ახლა ლუკას ერნანდესი და 4 ვინც გის ყველა ჩამოვედით. აბა ვნახოთ რეალიდან, მეგობრებო. ჰალა მადრიდ. ჰაუსენი. 5 ირს ჰაუსენი. მარცხენა ფლანგზე ვინ იდგება ნეტა? მინდი, ტრავმა ისევ. აბა ვიძ დააყენებს გარსია. კაი, მოდი ჯერ იყოს ჰაუსენი მოვიყვანოთ. დაგვჭა რამდენი? 19 მილიონი. ეს არ მომწონს. რომ ნახევარმცველის გვინდა და ნახევარმცველად აი ეს ბავშვი მინდა. იამალი და რამდენი დაგვჭება? 9.5. 9.5 და მეკარე და ფორვარდი ყავს საპოვნელი და ფორვარდები შემტევები ეგეთი იაფი. არ ღირს. თქვათ რაღაც ხულიან ალვარესსა და აი ხულიან ალვარესი 8 1 და 5 გვჭება. კარგი, ცუდად მიდის ჩვენი საქმე. საკას გაყიდვათან არ მინდა, ნუ კეინის გაყიდვა ალვარესი შეიძლება ოლისე მოვიყვანოთ და ოლისეს ვენდოთ, მაგრამ კეინი არ ვიცი ხალხო დაფრინავს რა და თუ გოლია ვფიქრობ კეინს. კაი, მოდი აბა რა ვქნათ, მეკარე ერთ საკუთად არ მოგვივა და გუნდი თუ არ შეავსე ვერ დაიწყებთ, ეგეც მინდა გითხრათ, ანუ ვინმე რო გაკლიათ არ შეიძლება რა. თამაში, აბა ფასი თარიღი მაჩდეი, არა, ფასი მენდა. ხო, აი, არ ყოფნის ხედავ, იმიტომ რომ ყველა ძვირიანები მოვიყვანეთ, მაგრამ რავი, ვინც იაფია არ თამაშობს და როგორ მოვიყვანო აბა. ანუ აი ყველაზე იაფი თქვა და 5-ად თქვა, კიმინჯე შეიძლება და ვინ გავყიდო რა მნიშვნელობა აქვს, 5-ები მყავს ყველა და კუნდე იმის, აი, ნუ ალბათ საკა უნდა გაუშვათ. არ მინდა საკას გაჩვ. თქვათ არსენალიდან უფრო იაფი ნახევარმცველი. არა, ნახევარმცველს ვეძებთ მეგობარო, მოიცა. აჰა. ოდეგორი არც ვიცი თამაში, ეზე ითამაშებს ან მარტინელი ღმერთმა იცის. ყველაზე სანდო დეკლან რაისი 6, მაგრამ 3 და 5 გვჭება მაინც. არის 3 და 5-ად რომ მეკარე, მეგობრებო, მე მგონი 4-ზე იაფი არავინ არ გას. თორე ვინმეს მოვა, აი როხას ფედუროს მოვა. ან შესნი რაღაც ნეტა, იქნებ გარსიამ ისევ ტრავმა მაქვს თქოს. ვერ პოულობ ხა დავიბენი, ბარსას ლოგო არ არის. საერთოდ ლოგოები ხომ არ დავკვირები, ნუ ლიცენზია ჭირდება აშკარად ლოგოებს, მაგრამ კარგად არის მიმზავსებული, აქამდე არ შემიჩნევია. ზიმესტი ეს ბაიერნის რაღაც Spotify-ის ლოგო. ისეთია, მაგრამ კრეატიულია. ვაიმე ბარსას ლოგო რომელია, მოიცა ჯერ ნახო.
ეს აი შესნი. აი არ არის საკმარისი ბიუჯეტი, ხო, ეგ ვიცი, 4 და 5. 1 მილიონი გვინდა იამალის გაყიდვა შეიძლება, მაგრამ იამალი მჭირდება მეგობრებო, მაგრამ ისე ნახოთ ერთი იამალი რო გავაგდოთ და ვარსადან მეორე კაცი რომ მოვიყვანოთ, რაფინია, როგორც ისეთ ტრავმირებულია. და რომ მოვიყვანოთ მაგალითად, არა, დეფენდერი არ ვინ, აჰა. ფერმინია ესა? ფლოპესი, ეგ იქნება. შვენიერი, 5 და 5 გირს. უი, ფერმინ ლოპესი გირს 5 და 5. მაშინ რაისაც გავყიდი და საკას მოვიყვან, მაგრამ ახლა აი ამის გამო რაისი იფრენს და მეკარესაც კარგს მოვიყვან, მეგობრებო, იმიტომ რომ 5 და 5 გირს ყველა მეკარე საერთოდ და ბარემ არსენალის მეკარე ვინ არ გაუშვებს, ვინ არ გაუშვებს, ყველა გაუშვებს მე მგონი, მაგრამ ბარსადან ჯობია, მე მგონი, გარსია, სეივების ხარჯზე, სეივები მაინც ვარ, სეივები თუ კურტუა ხო არ მოვიყვანო. მოდი კურტუას მოვიყვან, სეივები გააკეთოს ბევრი. თან ორი მცველი არ მეყოლება, რომ რამე აჰაუსენი მყავს, ოი, მაგრამ აი მოდი გარსია დავტოვოთ. 0.5 დაგვჭა კიდეც, აი ფერმინ ლოპესი 5 და 5 ღირს მეგობრებო, ნახევარ მცველია, ყველას დაცვაში უნდა იდგეს ასევე. თუ გამოგადგებათ ქათამო, აქ ნახევარმცველი წერია, სხვა შორის ფენტეზის ვინც თამაშობს UEFA-ს ოფიციალურ იმაზე, ხო? მცველა წერია ქათამო, იცოდეთ. და არადა შემტევია, საერთოდ ფლანგზე დგას და უტევს და რამე გოლი რო გაიტანოს, ორჯერ მეტი ქულაა და მშრალი კარიც ეწერება და რამე. ნუ მეეჭვება ახლა, მაგრამ წინა ტურებში გამოსადეგი ტიპი იყო. სიმართლე გითხრათ, გოლებით ვერ დაამამშვენა, მაგრამ ნუ მცველი იყო რა და არ მანარდებდა, არადა შემტევია, მაგრამ აქ სწორად უწერიათ. მაგრამ ფენტეზიში UEFA საიტზე არის ხოლმე ეგეთი რაღაც ხრიკები და ასე შემდეგ, ვიღაც ფეხბურთელებზე რა. კაი, საბოლოოდ ესე იგი ვინ გამოვიდა? მბაპე, კეინი, კვარა, საკა, ქათამო, სობოსლაი, კუნდე, ჰაკიმი, ტიმბერი, ჰანჩკო, რაია, გარსია, ჰაუსენი, ფერმინი, ალვარესი. მე მგონი ნორმალ გუნდი, აი უბრალოდ რაღაც მინდა რომ ბალანსი შევინარჩუნო, აი ვინმე გუნდიდან 3-3-4 კაცი არა, იმიტომ რომ არ ვიცი, აი ესე ვერ გეტყვით ვინ გავა და რაღაც რა. ეხლა მე მგონია რომ მაგალითად პარიზი გავა. პარიზი გაივლის ლივერპულთან, მაგრამ გაჩნია როგორ წავა ხო თამაში, შეიძლება ლივერპული გამოვიდეს და თუ თავის ფორმას დაუბრუნდა, მერც მაინც ან პარიზი გავა, ან ლივერპული. ანუ მაგას ვერ გავიგებ რა, აი მაგალითად ეხლა კვარა რო ხდებოდეს სპორტინგს, ხო? უფრო მეტ ხალხს მოვიყვანდი. არსენალიდან კი არა და პარიზიდან. მაგრამ ნუ არსენალი ხდება სპორტინგს და მგონია რომ არსენალი გაივლის და მაგიტომაც 3 კაცი მყავს, მეკარე მცველი და შემტევი რა ვქნა. საკა რა, ნახევარმცველი. მბაპე კეინი ორივე მყავს, სობოსლაი ყველა მოკლედ რაღაცას ვაბალანსებ. ერთი ატლეტიკოდან არ მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ, ორი კაცი რომ მყავს და იქნება ჰანსკო გავყიდოთ და ხუთად ვინმე მცველი ვიპოვოთ, მაგრამ რა გუნდიდან? აი შეიძლება ისე ლივერპულსაც გადავხედოთ. მაგრამ ვანდაიკი და 5 და 5 ღირს ვანდაიკი, ფრიმბონგის 5 და 5, კერკეზი შეიძლება. აი ამდენად ლივერპულიდან მცველები არ ვიცი. ისე რეალი ყავს, მე ვაი ბაიერნიდან ხო არ ჯობია ისე ვინმე შემტევი ყავთ, დევის დამტრეულია. და არ ვიცი, მოკლედ მე მგონი ისე ჰანჩკო იყოს ჯერჯერობით. ან მოდი ლივერპულიდან იყოს კერკეზი რას ვიზოთ. იყოს 5-ად კერკეზი. ესე იგი, ესე გამოვიდა, ბოლო ჯერ გეუნებით, აღარ გაწუხებთ, მბაპე, კეინი, კვარა, საკა, ქათამო, სობოსლაი, კუნდე, ჰაკიმი, ტიმბერი, კერკეზი, რაია, გარსია, ჰაუსენი, ლოპეზი, ალვარესი. მე მგონი ნორმალური გუნდი ჯერჯერობით არის, ეს განახდება ბევრჯერ ალბათ და ყველაფერს გაგაგებინებთ, მაგრამ განვაახლოთ ახლა გუნდი, კაპიტნის არჩევა, კაი, კაპიტანი მივცეთ, რავი, როგორ მივცე? აჰა, კაპიტნობა ბაპეს, კაი. განახლებო. всё, კაპიტნის შეცვლა თამაშამდე შეგიძლიათ აი ესე ატრიალოთ, თქვათ, სობოსლაის მიცეთ, მე კვარას მიცეთ და ითამაშოთ. ასევე არის ბუსტერები. ბუსტერები არის, ანუ დამხმარე კიდე რაღაც მოკლედ დამხმარე რაღაცები რა, ეხლა გეტყვი, ეს W რო აწერი არის wild card-ი, ეხლა არ გჭირდება, იმიტომ რომ ისედაც wild card-ი გვაქვს, wild card-ი ნიშნავს ულიმიტო ტრანსფერებს რა.
ანუ თქვათ ეხა აი ამ გუნდიდან თქვათ 8 კაცი გამიორდა რაღაც სასწაული მოხდა, ყველა ტრავმა მიიღო ის მეყავდა, შეიძლება ვაიხლადი გამოიყენო და ულიმიტო ტრანსფერი ექნება მაგალითად ვიდრე 3 ტრანსფერის მაგალითად, ანუ 4 ან 5 რამდენიც არის შემდეგ ტურში. Limitless-ი არის ულიმიტო ბიუჯეტი გაქვს. მაგალითად, აი ახლა ვიზეც ჩვენ რო ბიუჯეტს უყურებდით, Limitless რო გქონდეს, ბიუჯეტს არ შეხედა. ვისაც გინდა მოიყვან, ფული გაქვს, შეუზღუდავი, მაგრამ შემდეგ ტურში გიბრუნდება ძველი გუნდი. Wildcard-ს რო შვები, შემდეგ გუნდში, ანუ იგივე გუნდი ყავს, რასაც შეცვლი Wildcard-ით, მაგრამ Limitless-ით იმ თქვა Mbappe კეინებს რომ მოიყვანთ, ხო? შემდეგ ისევ წინა ტურის გუნდი გიბრუნდება და არა Limitless-ის ეგ გაითვალისწინეთ და ეგ ფენტეზიში აი UEFA-ში და ეგ ვიცი და ეს რა არის ნეტა. თამაშის წესები ვნახოთ. Gameplay, ბიუჯეტი, season კაპიტანი, კარდები. ხო, Wildcard, triple კაპიტანი, შევ მივხვდი აღარ გვინდა. Triple კაპიტანი არის, ესე იგი, ანუ აი ნახე აბა დავაჭიროთ. აი Mbappe-ს ხომ მივეცით ახლა კაპიტნობა და Mbappe კაპიტანი ზოგადად წერს 2 მაგქულებს, ანუ თქვა Mbappe მათი ქულას დაწერა 20 დაგეწერებათ. და კაპიტნის გამოცნობა მაგიტოა მნიშვნელოვანი, რომ 2 მაგქული ანუ ვინ ითამაშებს ყველაზე კარგად რომ გაგიორმაგოთ ქულა. და ეს არის რომ 3 მაგქულას დაგიწერს. შო გასაგებია, ახლა არ გვინდა. Limitless World-ის ახლა გამოყენება არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ნუ ისეაც პირველი ტურია, ახლა გაკეთდა ეს ფენტეზი. და რა ვიცი, იმედია მოგეწონებათ, იმედია თქვენც ითამაშებთ და ვითამაშებთ, ასევე აქ ნახე რომ რაღაც პრიზებიც არის და ასე შემდეგ და რა ვიცი. უბრალოდ გასართობია, მე მომწონს და მაგითო ჩავწერე ეს ვიდეო და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, რა საუწყობდი, როგორ ავაწყობდი. და ეს გუნდი კიდევ ერთხელ ამბობ, საბოლოო არ არის, ამას მოყვება ბევრი განახლება და ბევრი იქ წაკითხვა, ვინ რა ფორმაშია, ვინ რაღაცა, ვის რა ტრავმა აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით პირველი გუნდი არის ესეთი. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დააკომენტაროთ, ასევე თქვენ ვის დააყენებდით თქვენი 11-ეული და ასე შემდეგ. და თუ ჩაერთვებით ამ ფენტეზიში, აუცილებლად გამაგებინეთ, რას იზავთ, როგორ იზავთ, თქვენ ვის მოიყვანთ, რას მირჩევთ, რაღაცა და ვიცადოთ ყველამ გაიქულები დავწეროთ და ყველა ბედნიერები დავჭეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც competition არის, ანუ შეჯიბრი არის და მაინც ზოგადად არაზიარებენ ხოლმე ესე თავის ჯოკრებს რაღაც. მაგრამ ეხა კეინ და Mbappe თუ გეყოლებათ, კი პლუსი მეც ყავს დაწერეთ ან ასე შემდეგ. და მოკლედ წარმატებები ყველას, ვინც ითამაშებთ და ვინც არ ითამაშებთ, მაინც ყველას წარმატებები და კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, ეს არის გელგი ჩართოთ, დააკომენტაროთ თქვენი გუნდი და შევხვდებით უკვე ჩვენ შემდეგ ვიდეოში. Peace.